ახალციხისციხიდან გათავისუფლებული თანამშრომელი ადმინისტრაციას უჩივის. დღეს 18 იანვარს ჯუნა ნათენაძემ სარჩელი რაიონულ სასამართლოში შეიტანა. მუზეუმის დარბაზის ყოფილ მეთვალყურეს მიაჩნია, რომ ახალციხისციხის ადმინისტრაციამ უკანონოდ გაათავისუფლა. შესაბამისად იგი ბრძანების ბათილად ცნობას, სამსახურში აღდგენასა და იძულებით განაცდურის ანაზღაურებას მოითხოვს. როგორც ჯუნა ნათენაძემ ტელეკომპანია მეცხრიარხთან განმარტა, აღნიშნული პრობლემა თითქმის ყველა ხელშეკრულების დასრულების შემდეგ პერიოდულად ჰქონდა. მისი გვარი გათავისუფლებულთა სიაში მიზანმიმართულად ხდებოდა, რის შემდეგაც სამუშაო ადგილი შენარჩუნებისთვის იბრძოდა. ამბობს, რომ თუ კი საბოლოოდ სასამართლო გადაწყვეტილებას მის სასარგებლოდ გამოიტანს, სამსახურში აუცილებლად დაბრუნდება. შეგახსენებთ, რომ ახალციხისციხიდან ჯუნა ნათენაძესთან ერთად დეკემბრის ბოლოს 16 ადამიანი უმუშევარი დარჩა. გათავისუფლების შესახებ გადაწყვეტილება ციხის ადმინისტრაციამ 9 გიდს, 3 მეთვალყურესა და 4 მარეგულირებელს ოფიციალურად 29 დეკემბერს თათბირზე განუცხადა. თუმცა აქედან შრომითი ხელშეკრულება 4 მარეგულირებელს ისევ გაუგრძელდა. ციხის ადმინისტრაციაში ირწმუნებიან, რომ აპრილის თვიდან დათხოვილი თანამშრომლების ხელშეკრულებით აყვანა იგეგმება, თუ მათ ამის სურვილი ექნებათ. თუმცა აღნიშნული მუზეუმის დარბაზის მეთვალყურეებს არ ეხებათ. სხვა გათავისუფლებული თანამშრომლები ამ ეტაპზე არჩივიან. მე დღეს შევიტანე სარჩელი და მოვითხოვ სამსახურში ჩემს აღდგენას, ანუ ჩემი უფლებების დაცვას. იმედია ეს ყველაფერი ძალიან მშვიდად და კარგ პირობებში ჩაივლის, რომ და ნამდვილად სამართლიანად გადაწყდება, მე ამისი მჯერა. დღევანდელი დღიდან აითვლება 5 დღე. ეს ამ 5 დღის ვადაში სასამართლო მიიღებს წარმოებაში აღნიშნულ სარჩელს, რომელიც სარჩელის გზავნილი ახლა მზადდება და შემდგომ უნდა ჩავაბაროთ მოპასუხეს ახალციხისციხეს, რომელსაც განესაზღვრება ვადაშესაგების წარმოსადგენად. აღნიშნულ შესაგებელი ჩვენ გაგვიცნობა, მოგვეცემა ამის საშუალება და ამის შემდგომ უკვე დაინიშნება სასამართლო პროცესი.